გასულ კვირას ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 2000-ს მიუახლოვდა. ქვეყნის ხელისუფლების ბოლო განცხადების თანახმად ზუსტი რიცხვი 1943-ია. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ხორხე როდრიგესის თქმით, დაშავებულია 10571 ადამიანი. დამანგრეველი მიწისძვრა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას თავს 24 ივნისს დაატყდა. მიწისძვრებს, რომელთა სიმძლავრეც 7.2 და 7.5 მაგნიტუდა იყო, მასშტაბური ნგრევა და დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10,000-ობით ადამიანი. სამაშველო ჯგუფები და მოხალისეები ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ადგილობრივებს ეხმარებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვენესუელაში ჩასული სპეციალისტებიც. ამგვარ ვითარებაში გადარჩენილთა პოვნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროდ პირველი 72 საათია მიჩნეული. ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრებიდან კი უკვე თითქმის 1 კვირა გავიდა. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დელსი როდრიგესის განცხადებით, ორშაბათის მდგომარეობით სამაშველო ოპერაციებში 30 ქვეყნიდან ჩასული 3691 მაშველი მონაწილეობდა. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ვენესუელას 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება და ტექნიკა მიაწოდა. სამაშველო ოპერაციებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან ვენესუელაში გაგზავნეს 118 მაშველი ძაღლი. მთავრობის ინფორმაციით, სამშაბათის მდგომარეობით მაშველებმა 6450 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო კიდევ 13500-მა ნანგრევებიდან საკუთარი ძალებით შეძლო თავის დაღწევა. UNICEF-ის შეფასებით მიწისძვრების შედეგად ჰუმანიტარული დახმარება დაახლოებით 1,800,000 ადამიანს, მათ შორის 680,000 ბავშვს სჭირდება. გაეროს განვითარების პროგრამის წინასწარი შეფასებით, კრევით გამოწვეული პირდაპირი ზარალი დაახლოებით $6,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.